Მიშენის ბავშვების ხარდამჭერი აქცია იმართება ცდილობა პარლამენტისკენ, სახელმწიფო კანცელარიისკენ. აქაც ხედავთ ახლა საქოცეთის მთელ ამაზრზენობას, რომ დაიწყეს ფულის შემგროვებელთა, ამ სოლიდარობის ფონდში გადამრიცხველთა და საერთოდ ყველასი ამ მიშენის ბავშვების 10 მშობლების გაშავება, ხო, სამარცხვინოთ. რომ თითქოს აქ პოლიტიკური მიზნებისთვის არის ეს ფული განკუთვნილი და ხელმოქმედება მხოლოდ საფარი არის და ასე შემდეგ. გამოაგორეს თავიანთი ტროლბოტები, სამარცხვინოები, დაქირავებულები და მიმდინარეობს გაშავების კამპანია. სირცხვილი არის, ხო? ამაზე მეტი ამაზრზენია უნდა იყოს ადამიანი, როცა ასეთ საქმეს ცდილობ რომ ხელი შეუშალო და ჩირქი მოსხო, მაგრამ ეს არის ხოცის ხოცი და ნორმალური ხოცი და ღირსეული გინახიათ ვინმეს, რომელიმეს იმის ნაცვლად რომ ადამიანებმა კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადონ, დაეხმარონ. ეხლა ეს თავარი მესიჯი ის არის რომ სახელმწიფო 3 მილიონს გამოყოფს წელიწადში ამ ბავშვების დახმარების ფონდში და რეაბილიტაციისთვისო. ამ ბავშვების არა, ყველა დაავადების მქონე ბავშვებისთვის ჯერ ერთი და მეორეც ილაპარაკებენ მშობლებმა კაცო გამოვიდნენ პირდაპირ თქვენს რომ როგორც კი დაჭერდათ ეტლი, ანუ მას შემდეგ რაც წაერთვა ბავშვს ფეხები, მივიდნენ ჯანდაცვის სამინისტროში და უთხრეს რომ სანამ 4 კიდური არ გაუკავდებაო, მანამდე ვერ დაგეხმარებით ვერანაირად ეტლითო. აი ეს არის მათი დახმარება, ხო? რამდენიმე ათეული ბავშვია სულ. და ამ ბავშვებს წირავენ ტანჯვით სიკვდილისათვის. იმიტომ რომ კიდევ არაერთხელ უნდა გავემეოროთ. ეს არის დაავადება, რომელიც ადამიანს ბავშვს ჯერ ართმევს ქვედაკიდურებს, კუნთოვანი განლევა ხდება. შემდეგ ეს გადადის ზედაკიდურებზე, ისე რომ ბავშვები საკუთარ მშობლებს ვერ ეფერებიან, მშობლებისვე დაუხმარებლად. და საჭმელის ჭამაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი და მერე ჯდებიან იმაში, რა ქვია, ეტლში და ბოლოს ეს ყველაფერი გადადის სასიცოცხლო ორგანოებზე, გულზე, ღვიძლზე და კვდებიან ბავშვები. 3 ბავშვი უკვე მოკვდა, ვინც არ იცის. უკვე მოკვდა ამ გაწამაწიაში, ხო, ამ მოლაპარაკებების პროცესში და იმის მტკიცებაში წამალი არსებობს და დასავლეთში, ამერიკაში, ევროპაში, ბრიტანეთში ამას აძლევენ უკვე ბავშვებს, რომ გადაუვადონ ბავშვებს ეს წამება და მანამდე იქნება ერთად განკურნებაც მოხდეს ამისი, რომ გამოიგონებენ მეცნიერები ახალ წამას, რომელიც განკურნებას შეძლებს უკვე. ახალი რაღაც ველოსიპედი გამოიგონეს, ეს წამლები რაც არსებობსო, ისინი არ კურნავსო. ასაგებია უკურნებადი არის ეს ჯერჯერობით, მაგრამ უკურნებადია სხვა დაავადებებიც, ხო, რა ვიცი. შიცი ikურნება, რო კურნალობენ? დიაბეტი ikურნება, რო კურნალობენ და ცოცხლობენ? გენეტიკური დაავადება. უხერხულია, ხო? აი ადამიანურ ენაზეც კი ძნელია ამის წარმოთქმა, თუ ადამიანური რაღაც ღირსება გააჩნიათ ამ საქოცეს. და უბრალოდ ფულს ზოშკავენ, ენანებათ ის რამდენიმე ათეული მილიონის დახარჯვა, რომ მერე სხვებმაც არ მოითხოვონ. ანუ პირდაპირ ვამბობ და ასე არის ხო, ყობახიძემ ხო თქვა, არა რაციონალური ხარჯები არის ეს ბავშვებისთვის. ანუ რა თქვა ყობახიძემ, რომ ესენი მაინც მოკვდებიან, დაზავხარჯოთ ტყილა ფულია. და ამას მხარს უჭერენ ქალები, ხოცები, დედები, ბებიები, ტას უკრავენ. აბა რაო, ხო ნახეთ ის ვიდეოები, კაცო. აინშტაინები არიან ეგრე, რატო უნდა გადავარჩინოთო, რატო უნდა დაახარჯოთ მაგაზე ფულიო, რა მნიშვნელობა აქვსო. კიდევ სხვა თქვა, რომ ჩემ შვილებს და შვილიშვილებს არაფერი არ სჭირთო, მერე რაო. ამ დროს გამოსული იყო ოჯახის წმინდის დღეზე. ვითომ ღვთისმოსავი და მართლმადიდებელი ქალი, დედა, ამას იძახი და სხვების ეთანხმებიან. აი ეს არის მოკლედ მეგობრებო. აი ამ ბრუსელში ცხოვრობთ ჩვენ. და ამიტომაც 26 მაისს თითოეული ჩვენთაგანი თავის სახელმწიფოსთან ერთად უნდა გამოვიდეს იმ საპროტესტო აქციაზე. რომ დაინახოს თელმა საქოცეთმა აქ შიგნით და თელმა დასავლეთმა ქვეყნის გარეთ, რომ პროტესტი ჯერ კიდევ არსებობს, ცოცხლობს და არ ეგუება ბორიას რუსულ ბოსელს. მორჩა ამისთვის არის ეს აქცია, რომ დავანახოთ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რომ ჩვენ ვარსებობთ. და კოცბანდა არ არის ჩვენზე მეტი და დიდი. აი ასე.
გავრცელეთ ეს ვიდეო და ბრძოლა ბოლომდე. სხვა გზას არ ტოვებენ ისინი. ეს არ არის ცუდი ხელისუფლება, ეს არ არის გადაცდომების მქონე ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც საოკუპაციო რეჟიმის სახით მოახდინა ძალაუფლების უზურპაცია. მტერი ყავს ხელისუფლებაში. საოკუპაციო რეჟიმი ყავს ხელისუფლებაში, რომელიც უნდა გააპანღურო და უნდა გაათავისუფლოს საკუთარი სამშობლო. სხვა გამოსავალი არ არის ჩვენი შვილების მომავლისთვის და სამშობლოს გადასაჭრელი. გავრცელეთ ეს ვიდეო ბევრმა ადამიანმა ნახოს. სოლიდარობა დუშენის ბავშვებს და ყველანი 26 მაისის აქციაზე საღამოს 7 საათზე. იხარეთ და იმრავლეთ.